ჩვენ წარსულზე ვლაპარაკობდით ახლა და პირველ რიგში ახლა აგვისტოს ომის წლისთავია, აფხაზეთის ომის დაწყების წლისთავია, ეს ომები რაღაცა სტრუქტურით შეიძლება განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ არ განსხვავდება მთავარით. ვინ იყო საქართველოს წინააღმდეგ ამ ომში? რა ძალა იბრძოდა საქართველოს? თქვენი შეფასება რომ მოვისმენთ. პირველ რიგში ირაკლი მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ მე მომეცით შესაძლებლობა ამ დღეს, იმიტომ რომ დღევანდელი დღე და ზოგადად აგვისტოს თვე ჩემთვის პიროვნულად და პერსონალურად არის უმძიმესი, იმიტომ რომ მე ამ მოვლენების და ამ პროცესების უშუალო მონაწილე ვარ. მე ვარ სოხუმელი და მე ვიყავ მოზარდი, როდესაც 14 აგვისტო დადგა და ესე ვაფასებ ხოლმე ძალიან მოკლედ ამ დღეს, რომ ამ დღეს დასრულდა ჩემი ბავშვობა, ჩემი ფერადი ბავშვობა, გათენდა აფხაზეთში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის ძალიან ბედნიერი დღე, რომელიც გადაიზარდა სრულიად მოულოდნელად, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად იმ ტრაგიკულ მოვლენებში, რომელიც ჯერ 13 თვის განმავლობაში გაგრძელდა და შემდეგ აი უსასრულო და დღეს უკვე 34 წელი შესრულდა დევნილობაში და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა მოლოდინები უნდა გქონდეს. ანუ ის მოლოდინები გაქარწყლებულია, რომ ჩვენ აფხაზეთის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს უახლოეს პერიოდში დავიბრუნებთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვფიქრობ, რომ კიდევ ახალი საერთოდ არ ვიცი გაცხადებული საფრთხის წინაშე ვდგავართ. თქვენ იმდენად საინტერესო და ამომწურავად რამდენიმე წუთში წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენები, რომ ფაქტობრივად ჩვენ დღესაც ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. გახლეჩილი საზოგადოება, უთანხმოება, დაპირისპირება და კვლავ რუსეთი. ჩვენი მთავარი მტერი არის რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის ომისგან განსხვავებით აფხაზეთის მოვლენები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, აფხაზეთის თემა შეფასებული როგორც ეთნო კონფლიქტი. და ეს არის როგორც აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარე ომი. ნამდვილად ეს ასე არ არის, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. ძალიან დიდი ხანი ამზადებდა რუსეთის სეპარატისტულ მოძრაობას იგივე აფხაზეთში, აფხაზების სახით, იგივე ჩრდილო კავკასიის კონფედერაციის წარმომადგენლებს დაქირავებული ჯარისკაცები, ეს ხო ერთი და ორი დღის განმავლობაში არ ხდებოდა ეს, წლების განმავლობაში მწიფდებოდა, მზადდებოდა ეს ყველაფერი და ჩვენ მივეცით ამის შესაძლებლობა ორად გახლეჩილმა საზოგადოებამ, ამას წინ უძღოდა 91 წლის მოვლენების სამოქალაქო ომი, მხედრიონი, დაპირისპირება თბილისის ქუჩებში ომი, იგივე ცხინვალის რეგიონში პირველი ნაკადი დევნილების. ანუ ჩვენ ეს ომი ეხლა როდესაც სამარცხვინოთ დაობენ 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს და ამასთან მიმართებაში არის მთელი ამბავი გაჩაღებული. ომი გაცილებით ადრე, ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. მე არ ვიწყებ ახლა გეორგიევსკის ტრაქტატიდან, რომელიც ასევე აქტუალური გახდა დღეს. 91 წელს ჩვენ დავკარგეთ ძალიან დიდი ნაწილი შიდა ქართლის ტერიტორიის, ხო ასეა. მე მოხდა შიდა, ასე ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. ამას მოყვა ის მოვლენები, რაც, აი არ ვიცი, საქართველოს ძალიან დიდი ნაწილის მთელი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია და დღეს ალბათ გრძელდება ეს ყველაფერი ანექსიაში. ამიტომ ჩემთვის ამ საზოგადოების რიგითი წევრისთვის, აფხაზეთის მოქალაქისთვის, აფხაზეთის ომის, ასე ვთქვათ, მონაწილე არ ვარ უშუალოდ მონაწილე, მაგრამ მე რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ვარ. მე ასე ვაიდენტიფიცირებ ჩემს თავს. მე ვხედავ დღეს იგივე სცენარს, იგივე საშიშროებას, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ მოვექციოთ იზოლაციაში, ჩვენ დავრჩეთ პირისპირ მარტო აი ამ ხლას საფრთხეს, ამ ხლა აგრესიის წინაშე და ამას აკეთებს ყოველდღიური თავისი ქმედებით, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, განცხადებებით და ასე შემდეგ. ეს შემიძლია უბრალოდ მოკლედ ძალიან ისე მადლობა ძალიან დიდი აი ამ რაღაცა შეფასებისათვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როგორც მონაწილის ხომ მსხვერპლის ნამდვილად ამ ყველაფრის ეს გარემოებები ბევრს გვეუბნება მასშტაბური ომის გარემოებები დღევანდელ რეალობაზე. როცა ჩვენ ლაპარაკობთ ახლანდელ აფხაზეთზე, ახლანდელ მაცხოვრებლებს აფხაზეთს, ხო შორის ახლახან გავიგეთ ამბავი როგორ შეაგზავნეს იქ ბენზინი, ხო და შემოგთავაზეს ეს ამბავი როგორც აი ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის რაღაცა ახალი კავშირების გაბმის შესაძლებლობა. არა და იმდენად ჩაუბნელი ფინანსური სქემა ჩანს ამის უკან, ჭრილოვანი ფინანსური სქემა ჩანს, როგორც შემთხვევით გავიგეთ უბრალოდ რომ რთულია ამას დავემალოთ რაღაცნაირად. თქვენ მრავალი წელი მუშაობდით ამ მიმართულებით კავშირების გაბმაზე, მათ შორის რეალური კავშირების გაბმაზე აფხაზურ საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი პროექტი შეიძლება ასეც ვთქვათ, რომელსაც უმუშავია ამ კუთხით არის ჯანდაცვის პროგრამა. ყველაზე წარმატებულიც კი, რომელიც კი საერთოდ დაწყებულა ამ მიმართულებით, მათ შორის ამ გამოცდილებაზეც მოგვიყევთ, ან თქვენ გახსოვთ ალბათ აფხაზები და სოხუმი და აფხაზური საზოგადოება როგორ იყო ომამდე და შემდგომ შეხება ჰქონდათ ადამიანებთან, რომლებიც აქ მოდიოდნენ ოპერაციების გასაკეთებლად, აფხაზები.
როგორ იყო ეს ურთიერთობები, თქვენი ურთიერთობა მათ შორის მათთან, რა შთაბეჭდილებას გიტოვებდნენ ეს ადამიანები თქვენ, მათი დამოკიდებულება ამ კონფლიქტის და საქართველოს მიმართ? მადლობა ამ კითხვისთვის. მე მომეცა შესაძლებლობა, რომ წლების განმავლობაში მქონოდა პირდაპირ კომუნიკაცია აფხაზ მოქალაქეებთან, აფხაზ პაციენტებთან და მე ჩავთვალე, რომ ეს რესურსი, ეს ინსტრუმენტი, რაც გამაჩნდა, მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა და მე თითოეულ მათგანთან მქონდა პირდაპირ უშუალო კომუნიკაცია. ეს ძალიან ისე დაიწყო 2013 წელს, როდესაც პირველი აფხაზის სრულიად შემთხვევაში ვნახე სამინისტროს დერეფანში. ძალიან მწირი სტატისტიკა იყო მაშინ. მე ის დავპატიჟე ჩემს კაბინეტში, რამაც ძალიან გააუცა, მათ შორის თანამშრომლებს, იმიტომ რომ ეს ასე მიღებული და დამკვიდრებული თემა და სტანდარტი არ არსებობდა, უბრალოდ იქ არსებობდა სპეციალური სამსახური, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები გასაუბრებას გადიოდნენ მრავალ საათიანს და ასე შემდეგ და მეც გამიჩნდა ესეთი კითხვა, რა ეფექტი უნდა ქონოდა ამას, ანუ რატო უნდა დაინტერესებულიყო ადამიანი, რომ ეს მრავალ საათიანი ესეთი დაკითხვები, რაღაცა ინტერესი, არ ვიცი ხო? და აქედან გამომდინარე, მე სრულიად შევცვალე ეს მოდელი. პირდაპირ ღებულობდი, განსაკუთრებით აი რაღაც საწყის პერიოდში და მინდა გითხრათ, რომ ამ 8 წლის განმავლობაში იყო სტატისტიკა, ეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ეს ციფრები. ისე გაიზარდა განსაკუთრებით ორი მომენტიდან გამომდინარე, რატომ გავხდით მიმზიდველები და რატომ აინტერესებდათ მათ ჩვენთან, ასე ვთქვათ, მოსვლა და დახმარების მიღება. ეს იყო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ეს იყო ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ, როდესაც მოდიოდნენ აფხაზები, ანუ ეს ორი პროგრამა ითვალისწინებდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიეღოთ და ამ შემთხვევაში ისინი ღებულობდნენ ამ მომსახურებას. თუმცა, მანამდე, რა თქმა უნდა, იყო სურვილები და ერთეული ეპიზოდები და ერთეული შემთხვევები, როდესაც თქვათ რაღაცა ალტერნატიული გზებიდან, კერძო თქვათ სუბიექტების დახმარებით ეს ხდებოდა, მაგრამ ეს ორგანიზებული სახე ამას არ ქონდა და მე ყოველთვის როცა მაქვს შესაძლებლობა ქართულ სამედიცინო სექტორს, თითოეულ მათგანს, აი თითოეულ ექიმს, თითოეულ პერსონალს ვუხდი ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის მათი დამსახურება. მართლა საოცარი შედეგები, საოცარი ეფექტები დგებოდა და ბუნებრივია ამან წლების განმავლობაში გააჩინა ნდობა. მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისების მიღების, ეს რა თქმა უნდა მათთვის იყო ფინანსურადაც აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ამას სრულიად საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო იღებდა თავის თავზე. ვინაიდან ეს არის ასე ვთქვათ გაცხადებული პროექტი, გაცხადებული დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქის მიმართ და ეს განიხილება ყველაფერი ჰუმანიტარულ ჭრილში. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა არის სახელმწიფოს როლი თავისი საკუთარი მოქალაქის მიმართ, ასე ვთქვათ, სიკეთეების განვრცობა. და ის რის საბურველქვეშაც ახლა ხდება, რომ თითქოს ეს არის ჰუმანიტარული მიზნებისთვის, საწოვის თემას მინდა აუცილებლად შევეხო, იმიტომ რომ პირადად მე ალბათ, ამბიციის გარეშე ვიტყვი, რომ ნამდვილად ძალიან დიდი რესურსი მაქვს შადებული აი ამ მშვიდობიანი მეთოდებით კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის ურთიერთმდობის აღდგენის პროცესში. ეს ერთადერთი ინსტრუმენტი გქონდა, ანუ ჩვენ ახლა ომით და აგრესიით არ ვაპირებთ დაბრუნებას, ასეა გაცხადებული. ჩვენ ვეძებთ იმ ხელშეხების რაღაც წერტილებს და ჯანდაცვის სფერო ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, იმიტომ რომ პაციენტი, რომელიც თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევა, უბედური შემთხვევა და ასე შემდეგ, აი შვილის თემას წინ არაფერი არ უდგას და ამიტომ არაერთ გზის მომხდა, როცა მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ვეტერანები, ომში მონაწილეები და ასე შემდეგ, ეს ადამიანებიც კი გვანდობდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს და ძალიან ბევრი ისტორია, ძალიან ბევრი ისეთი ემოციური ისტორია დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში და არაერთი პაციენტისგან, არაერთი ადამიანისგან მომისმენია მე ესეთი ფრაზა, რომ ჩვენ ვიბრძოდით სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენ ვაშენებდით რაღაცა ილუზორულ სახელმწიფოს, რომელიც ვერ დაგვეხმარა, ანუ გულისხმობ დამოუკიდებელ აფხაზეთს, რომელიც მიიღეს ამ ომის შედეგად, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად გაუმართავი იყო, რომელსაც არაფერს ასე ვთქვათ არ წყალობდა რუსეთი, აბსოლუტურად არაფერთ არ ეხმარებოდა და ყავდა აბსოლუტურ იზოლაციაში. ჩვენ მივეცით მათ ეს გასაღები, იგივე დასავლეთის ქვეყნებში გასვლის შესაძლებლობა და სიცოცხლის შენარჩუნების, გამოჯანმრთელების კი არა, სიცოცხლის შენარჩუნების, აი ძალიან ხშირად იყო ესეთი შემთხვევები. და აქედან გამომდინარე მე მაინც ვთვლი, რომ ის იყო ძალიან წარმატებული, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით სხვა მდგომარეობა, სხვა ვითარება და შემცირდა ეს მაჩვენებელი, იმიტომ რომ უკრაინის ომის შემდგომ რუსეთმა ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაადო, იგივე ინფრასტრუქტურული პროექტები, გაიხსნა ესეთი განყოფილებები და ესეთი, ვთქვათ, ლაბორატორიები, რომელიც წარმოუდგენელი იყო მათთვის და აქედან გამომდინარე
მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან წარმატებული იყო. თუმცა, მაშინაც ბევრი რესურსი და შესაძლებლობა იყო, რომ იმპლემენტაცია მომხდარიყო. იგივე თუ ჰუმანიტარული თემა და სახელმწიფოს აქვს ეს რაღაცა პატრიოტული მოტივები, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს და მე მინდა ორ თემაზე ვისაუბრო. ამას განგრძობითი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით არასდროს არ მოყოლია. იგივე თუნდაც ბიზნეს ინტერესები ქონდათ აფხაზებს, უნდათ რაღაცა ვთქვათ, ბიზნეს ინტერესები, ამას არასდროს არაფერი ესეთი იმპლემენტაცია არ მოყოლია და მეორე გალში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების თემა. ამ საკითხს მინდა შევხვებოდით აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ როცა აფხაზეთზე საუბრობთ, მარტო ეთნიკურად აფხაზებს გულისხმობთ ხოლმე რაღაცნაირად და აქ და ხშირად ვივიწყებთ გალის ქართველობას, რომელიც იმიტომ რომ გასააზრებლადაც შეიძლება რთული იყოს, იმიტომ რომ ეს ხალხი ცხოვრობს აპარტეიდის რეჟიმში. ისინი იმის გამო რომ არიან ქართველები, არიან მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები არიან, ენგურსიტით ქართველები, მიუხედავად ისა, რომ ეკონომიკურად ბეღელი არის გალი დანარჩენი აფხაზეთისათვის ეკონომიკური თვალსაზრისით, ქართველების ძარცვაზე დგას დღესაც რაღაცა შემოსავლები ქაური ჩრდილოვანი ეკონომიკის და ასევე ამ ხალხს ქართულად აპარაკს უჩემს შემზარავი კადრები ახლა სულ უყურებ ხოლმე აფხაზურ ტელევიზიებს, სამი ტელევიზიაა სხვა შორის, რომელსაც შეიძლება თვალი მიადევნო, სახელმწიფო შედარებით კერძო, რომელიც სოხუმს ფარავს და არის გალის ტელევიზია კიდე ცალკე, რომელიც ესე იგი სოხუმის დაცემის დღეს გამოყავთ ქართველი ბავშვები და აზეიმებენ სოხუმის დაცემის დღეს. მიყავთ არძიმბას საფლავზე ყვავილებით ხელში. ასე მარშზე ჩამოატარებენ ხოლმე. ამას უყურებ ყოველ წელს და საშინელი სანახავია ეს ყველაფერი. ეს არის ნამდვილი აპარტეიდი. მოდი და ასევე გამიგია მე პრეტენზია ძალიან გულწრფელი, რომ ამ აფხაზებს რომ კუნალობთ, კი ბატონო, უკუნალობთ, მაგრამ გალის ქართველებს რატო არ ექცევიან იგივე პროგრამის, იმიტომ ესენი არიან ფრონტისპირა ხალხი. ფრონტისპირა, ესე იგი ინარჩუნებენ ქართველობას რის ხარჯზე? ყოველდღიური შევიწროების ხარჯზე. ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად. თქვენ ახსენეთ, რომ არის ძალიან შევიწროებული ჩვენი მოსახლეობა, ყოველწლიურად ხდება ახალ-ახალი რაღაცა რეგულაციის, ეგრეთ წოდებული რეგულაციის მოგონება, რაც ხელს უწყობს სულ უფრო მეტი მოსახლეობის დატოვებას, იმიტომ რომ შეუძლებელია ახალგაზრდა, რომელიც განათლებაზე ფიქრობს და წარმატების მიღწევა უნდა, მას იქ არაფერი შესაძლებლობა არ აქვს განვითარების და რა თქმა უნდა, ის ახალგაზრდები, ვინც ღებულობენ განათლებას საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ არანაირი მოტივი უკან დაბრუნების არ აქვთ, იმიტომ რომ სახელმწიფო არაფერს არ უქმნის იმ ადამიანებს და ეს ადამიანები მართლა თავიანთი რესურსის ხარჯზე, მართლა ყოველდღიური წნეხის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ ცხოვრობენ და სამწუხაროდ ძალიან ხშირად მე ამის ახსნა მიწევდა გადაწყვეტილების მიღები პირებისათვის, რომ მათ საერთოდ აღექვათ რა არის ეს გალის ტერიტორიაზე ერთი რიგითი ქართველის ცხოვრება დღეს. ის აბსოლუტურად უუფლებოა, მას ქართულ ენაზე საუბარი აქვს აკრძალული. მას თავის აშენებულ სახლზე საკუთრების უფლება აქვს წართმეული. ეს იმას ნიშნავს, რომ მას რა თქმა უნდა მოქალაქეობას არავინ არ აძლევს, რუსეთის მოქალაქეობა უნდა ქონდეს მიღებული ან ადგილობრივი ქაური მოქალაქეობა, რომ თავის საკუთარ სახლზე ქონდეს პრეტენზია. და როდესაც მილევადი თემა, ანუ მას ამ დოკუმენტს არ აძლევენ უბრალოდ და ზუსტად იცის, რომ ეს სახლი არასდროს არ იქნება მისი შვილის. აქედან გამომდინარე იცლება დღეს ეს სოფლები და არავითარი ხელშეწყობა, აი ჩვენს ხელისუფლებას მართლა რეალურად რომ რაღაც ჰუმანიტარული მოტივები ამოძრავებდეს და მართლა აწუხებდეს ბედი. საწვავით მომარაგება კი არის თავის საკუთარ ხალხზე დაჩაგრულ და აი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე დაიწყებდა ზრუნვას. მე ვერ მივაღწიე, მაქვს ახლა შესაძლებლობა ამაზე საუბრის, ვერც ერთ ეტაპზე ვერ მივაღწიე იმას, რომ ამ ადამიანებისთვის იყოს შემოღებული თუნდაც ჯანდაცვის ახალი მათზე მორგებული სადაზღვევო პაკეტი. გალის ქართველებზე მაქვს საუბარი, როგორ შეიძლება ისინი უთანაბრდებოდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს. ჩვეულებრივ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები არიან. ანუ მათზე არანაირი შეღავათი. შეიძლება ტოლობის ნიშნის დაშმა ადამიანები არიან სულ სხვა რეალობაში. სულ სხვა რეალობაში, სულ სხვა რეჟიმში, აი ესე ახერხებენ მაინც ქართული ენის სწავლას. პედაგოგები მე არ ვიცი როგორ ახერხებენ ამას. მართლა გმირები არიან. და ეს ბავშვები კიდევ აბარებენ გამოსებს და როგორ მაღალ ქულებს იღებენ. აი როგორ ახერხებენ ამას, ხო? იმიტომ რომ დაყურადება ხდება კლასებში, კონტროლია ესეთ მაღალ დონეზე. აყვანილი ეს ყველაფერი თითოეული პედაგოგი. ქართულად ხომ არ არის ერთი სიტყვა მაინც გაჟღერებული, იმიტომ რომ მაშინათვე დაისჯება ეს პედაგოგი და მაშინათვე განთავისუფლებული იქნება შესაძლოა სკოლის დირექტორის. იმხელა წნეხს და იმხელა კონტროლს გადიან და არა, ეს არ აინტერესებთ, ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და მე რამდენიმე ეს განცხადება ვნახე რატიონა თამიშვილის ესეთი შემაშფოთებელი, რომ ანუ თურმე რაღაცა ეს ოპოზიცია იმით არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის წინააღმდეგ არის. რატიონა თამიშვილი
უბრალოდ უნდა ცხვენოდეს. მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა და იქ თუნდაც მისი საკურაციო სფერო სხვას რო თავი დავანებოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უმძიმესი გამოწვევების წინაშე არიან. მე ვერ გადმოგცემთ თქვენ როგორ გვიჭირდა თითოეული ეტლის გადატანა ჯერ აი ზომები და ასე შემდეგ. ამ ბავშვებისთვის არ არსებობს არც ერთი სიკეთე, რაც თუნდაც ჯერ რამხელა სიმძიმეა ეს სტატუსი, ხო? და მშობლისთვის რამხელა ტრაგედიაა, რომ ის აბსოლუტურად ვერაფერს ვერ აკეთებს თავისი შვილისთვის. ზუგდიდში რომ გადმოვიდეს, ხო? მას არაფერი შეღავათი არ ელოდება, აი არაფერი არ ელოდება. და მე რო ვეუბნებოდი იქნებ როგორღაც გადმოხვიდეთ, იქნებ როგორღაც მოახერხოთ რისთვის, აი რისთვის. თბილისამდე ვერ ჩამოდიან, ხო? იქ არაფერი არ ხდება და ეს ფინანსური თემები უმძიმესია, როგორ ცხოვრობენ, ანერად ცხოვრობენ. და მათი კაშვილი იგივე ამაზე რძენები არიან ეს თავიანთი განცხადებებით და ძალიან ბევრი ვინც ამას ამბობს, რომ ეს არის ჰუმანიტარული ჭრილი. მე ერთი რამ მინდა კიდევ აუცილებლად თქვა. ვინაიდან წლების განმავლობაში ქაურ ჯანდაცვის სისტემასთან მქონდა პირდაპირ შემხებლობა, ძალიან კარგად ვიცი ეს სისტემა, ძალიან კარგად ვიცი ყველა დაწესებულება, მათი სასწრაფო დახმარების, ასე ვთქვათ, რესურსი და პოტენციალი. როგორ არის რა რაოდენობის მანქანებია იყო ესეთი განცხადება, რომ თითქოს ადამიანებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და რა ეკნათ კეთილშობილ ხელისუფლებას ადგა და სასწრაფოების მომსახურებისთვის ანუ გადასცა. 1 ლიტრი საწვავი არ არის შესული გალის რაიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ეს ამის გადამოწმება ძალიან მარტივია და მე ხშირად მაგ კომუნიკაცია და უკავშირდები მათ და უკავშირის რა თქმა უნდა არსებობს. ეს გალში ხო? პირველ რიგში გალზე ვიტყვი. გალის სასწრაფოების მმართველობა. გალის სასწრაფო თუნდაც და მოსახლეობა და მოქალაქეები. ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა რომ მე მერჩივნა ისეთი ტარიფი დაადეს ამ იმას რა ქვია კომერციული ისეთი ტარიფი დაადეს რომ მე მერჩივნა გადმოსულიყავი ენგურის ხიდი გადმომეკვეთა იქაური ეგრეთ წოდებული უკვე საბაჟო ტერმინალად არის გადაქცეული ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა ამას შემთხვევით არ ვაჟღერებ ამას ეს არ არის საკონტროლო გამშვები პუნქტი ეს უკვე ფაქტობრივად საბაჟოა და როდესაც ეს ჩუმი ტრანსფორმაცია მოხდა ეს იყო უკვე სიგნალი იმისა რომ რაღაცისთვის ემზადება ეს ხელისუფლება რაღაც ახალი უბედურებისთვის ემზადება ახალი სტატუსისთვის რა თქმა უნდა რეჟიმის ხო რა თქმა უნდა ეს წინამოსამზადებელი პერიოდია და ეხლა ეს მოსინჯეს ეს არის აბსოლუტურად ბიზნეს სექტორზე გათვალისწინებული და გათვლილი თემა ჩვენ ამასთან დაკავშირებით დღეს წერილი გავაგზავნეთ კობახიძეს მივმართეთ სადეპუტატო კითხვით ამის უფლება და შესაძლებლობა გაგვაჩინია მე არ ვიცი რა პასუხი მოვა სადაც არსებობს ესეთი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მე-6 პუნქტი მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სადაც არის გაცხადებული გაწერილი აბსოლუტურად ყველა ის ნაბიჯი რომელიც ითვლება დანაშაულად ანუ ეკონომიკური საქმიანობა მოგების მიღების მიზნით არის აკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომელი გადაუდებელი აუცილებლობით იყო განპირობებული 3000 ტონა საწვავის გადატანა ხო მე შემთხვევით არ ვახსენე სამედიცინო დაწესებულებების პოტენციალი რამდენი საწვავი ანუ რამდენი წლით არის ეს კრიზისი დასაფარი ამხელა იმის რა ქვია საწვავის თემა ხო აი 3000 ტონა თუნდაც მე შეცვალეს მე მიხვდნენ რომ თვითონ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა რომელმაც აიღო თავის თავზე ეს თემა რომელიც ხო წარმოუდგენელია ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე რო ყოფილიყო ხო ანუ მან თვითონ თქვა რომ ესე იგი ისიც ვერ გათვალეს რომ 3000 ტონა აი როგორ რანაირად ტექნიკურად რა რეზერვუარებით როგორ უნდა გადასულიყო ხო მე შეამცირეს 1 0 მოაკლეს და რა თქმა უნდა ეს განგზობებითი პროექტია ეს არ დასრულდება რა თქმა უნდა ქულის კეთების შანსი დახეს იმიტომ რომ ეს რუსეთში სოჩში არის 14 საათიანი 14 საათი რიგში დგარა ბენზინის შესაძლებლად ხო და რუსულ ბაზებს იქ ადგილზე ბენზინი ჭირდებათ საწვავი ჭირდებათ დიზელი ჭირდებათ თანამდებობის პირებს საწვავი ჭირდებათ არ ვიცი ამის შეფუთვა იმით რომ ჩვენ დავეხმარეთ გალის ქართველობას და დავეხმარეთ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს არის დიდი სპეკულაცია ყველაზე დიდი სპეკულაცია ადამიანებს უწევთ ენგურის ხიდის გამოვლა რომ ისე იყიდონ თავიანთი რესურსით ეს ტარიფი თუ ეს ჰუმანიტარული აქტია მაშინ უნდა დაურიგონ მოსახლეობას ხო სამედიცინო დაწესებულებებს და ჯერ ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არ დამდგარა ეხლა ეს დააპატარავეს 300 litrით შეამცირეს ხო ეს ნაკადი 300 litrიც იყოს აი რამდენი სამედიცინო დაწესებულებაა ის მაინც თუ იციან
არიციან. კოვიდის პერიოდში ჩვენ მოუწყება, მაშინ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გრანტი მოვიპოვეთ, ეს იყო პირველი და სამწუხაროდ უკანასკნელი გრანტი და ჩვენ კოვიდის დროს დავეხმარეთ ოკუპირებული აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებს აღჭურვაში. ეს იყო ჰუმანიტარული მისია. რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, აქ ფულზე და თანხებზე და ფინანსურ თემაზე არ არის საუბარი. ეს არის ჰუმანიტარული აქცია და მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც ჩემი სტატუსით კოვიდის დროს შევედი აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში და თანაბრად, როგორც ჩვენს დაწესებულებებს, სამედიცინო დაწესებულებებს გადავეცით პირველადი მოხმარების საჭიროების ნივთები, ისე სოხუმის, გულირიფშის, გუდაუთის, ოჩამჩირის სამედიცინო დაწესებულებებს. და ამიტომ ჰუმანიტარულ დახმარებას ესენი უგვასწავლიან. ეს არის ჩრდილოვანი ვაჭრობა, რაღაცა ფულის კეთების საშუალება მონახეს. და კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო აუცილებლად, ენერგეტიკის მინისტრის არის ესეთი ნანბა, დე-ფაქტო ხელისუფლების, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ აღმოვფხვერით კრიზისი, ჰუმანიტარული კრიზისი, უბრალოდ საწვავის, იმიტომ რომ ძალიან დიდი დანახარჯი ქონდა, იმიტომ რომ ახლა ტურისტული სეზონია და პიკშია ტურისტული სეზონი და ამიტომ დიდი ხარჯები გვაქვს და რა თქმა უნდა მოთხოვნაც დიდია. ანუ ადამიანი არ უარყოფს, რომ მიიღოს საწვავი და მიზნობრიობაც განაცხადა. გამოდის, რომ ხო, დე-ფაქტო ხელისუფლებას უწყობს ხელს მათ შემოსავლიანობას. მათ შემოსავლებს. მაშინ გვადარდებს ჩვენ ტურისტული შემოსავლები, რომ რუსი ჩავიდეს და კარგად დაიშალოს აფხაზეთში. დე-ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტის გაზრდაში ღებულობს ჩვენ მონაწილეობას. თქვენ შეიძლება არ თქვათ, მაგრამ მე ვიტყვი, უნდა იყოს რომ ჩაიშალოს იქ ტურისტული სეზონი. იქ ტურისტული სეზონი არ უნდა შედგეს. ჩვენი მიზანი ეგ უნდა იყოს, რა აფხაზეთის სახელმწიფოდ უნდა იქცეს საბოლოოდ და ამით საქართველოს რას მიიღებს და ქართული ხალხი რას მიიღებს. და კობახიძეს ისე ადარდებს რუსი ტურისტის დასვენების და კომფორტის ხარისხი აქ საქართველოში აქ ადარდებს. ხო, იქაც უნავს იქ სოხუმში კარგად დაისვენ ეს მისი ემოციები რა თქმა უნდა გაგრძელდა შავი ზღვის სანაპიროზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მადლობა ძალიან დიდი ქალბატონ ქეთევან, ასეთი ამომწურავი და ძალიან საინტერესო ნიშანდობლივი მადლობა თქვენ. ინტერვიუსთვის ეს საკითხები არის ის საკვანძო საკითხები, რასაც უნდა მივახციოთ ყურადღება, როცა აი ამ კონფლიქტზე, ამ ომზე და აფხაზეთზე ვსაუბრობთ. დაგემშვიდობები.